როგორც წინა ვიდეოში შეგვერთით, დღეს განვიხილავთ იმ ფუნდამენტურ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენ შემეცნებით შესაძლებლობებს, ანუ ჩვენს ინტელექტს განსაზღვრავენ. ალბათ გაინტერესებთ ყველას, რომ რატომ არის რომ ზოგიერთი ადამიანი ძალიან მომენტალურად, მარტივად, სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას ძალისხმევის გარეშე. ზოგს კი დიდი ძალისხმევა სჭირდება ინფორმაციის სასათვისებლად. რა არის ამის მიზეზი? რაშია საქმე? და საქმე არის გენეტიკისა და გარემოს უწყვეტ ინტერაქციაში. ჟურნალ მოლეკულურ ფსიქიატრიაში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად გენეტიკურ ფაქტორზე მოდის ინტელექტის ვარიაციულობის დაახლოებით 40-დან 60%-მდე. გენები განსაზღვრავენ ნერვული იმპულსის გატარების ეფექტურობას, სისწრაფეს და ახალი სინაფსური კავშირების წარმოქმნას. აი ნახეთ, ეს არის ჩვენი ბიოლოგიური საფუძველი, ანუ ეგრეთ წოდებული საცირკველი. თუმცა გენეტიკა მხოლოდ შესაძლებლობაა. Nature Communications ჟურნალის 2024 წლის პუბლიკაციები ადასტურებენ გარემო ფაქტორები ცვლიან ტვინის სტრუქტურას. ზუსტად ჩვენი ცხოვრების წესი განსაზღვრავს, რამდენად სრულად მოხდება გენეტიკური რესურსის რეალიზება ნეიროპლასტიკურობის ხარჯზე. ვიწყებთ ნეიროკვებით. გამდიდეთ რაციონი ომეგა-3, მაგალითად თევზი, ნიგოზი და ანტიოქსიდანტებით, როგორიც არის ისპანახი, მოცვი, შოკოლადი, შავი შოკოლადი. ეს ის ნივთიერებებია, რომელიც ნეირონებს დაიცავს და ხელს შეუწყობს მათ ფუნქციონირებას. ფიზიკური აქტივობა, ბიოლოგიური სტიმულაცია. დღეში დაახლოებით 20 წუთიანი აერობული დატვირთვა, სწრაფი სიარული, ცურვა, სირბილი. ორგანიზმი მარაგდება ჟანგბადით. ეს კი აქტიურებს ნეიროტროფულ ფაქტორებს, აუმჯობესებს სწავლის პროცესს. ჯანსაღი ძილი, სოციალური ინტერაქცია და უწყვეტი სწავლა სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც გონებრივ პოტენციალს აუმჯობესებს. და ბოლოს, გენეტიკა მხოლოდ საწყისი მოცემულობაა და თქვენი ყოველდღიური არჩევანი კი მისი რეალური რეალიზება. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.